დებები თეთრ სახლში ველოდებით პრესკონფერენციას მანამდე კიდევ ერთხელ ნახოთ რა განცხადებები გაკეთდა ცოტა ხნის წინ ოვალურ კაბინეტში და რა კამათი შედგა ზელენსკისა და ტრამპს შორის. You want me to say really terrible things about Putin and then say თქვენ გინდათ რომ ცუდი რაღაცები ვიძახო პუტინზე და შემდეგ ვუთხრე რომ გამარჯობა ვლადიმერ, მოდი ახლა ვისაუბროთ შეთანხმებაზე. ეს ასე არ მუშაობს, მე არ ვარ პუტინის მხარეს, არ ვარ არავის მხარეს, მე ვარ ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს და მსოფლიოს მხარეს. და მინდა ამ შეთანხმების მიღწევა. თქვენ ხედავთ, რამხელა სიძულვილი აქვს ამ ადამიანს პუტინის მიმართ, ძალიან რთულია შეთანხმების მიღწევა ამ პირობებში და მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არც მეორე მხარეა ბოლომდე შეყვარებული, ასე ვთქვათ, ამ ადამიანზე. შესაბამისად ეს პოზიციების გაზიარებას გულისხმობს და მე რა თქმა უნდა ვიზიარებ მსოფლიოს პოზიციას, ვიზიარებ ევროპის პოზიციასაც. მინდა ვნახო, რამდენად შევძლებთ ამ ყველაფრის მოგვარებას. შემიძლია ვიყო იმაზე ხისტი ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ამ მსოფლიოში, მაგრამ ასე შეთანხმებას ვერ მივახცევ შესაბამისად. და მივყვეთ ამ პრინციპს. მე გიპასუხებ. 4 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავდა პრეზიდენტი, რომელიც იდგა პრესკონფერენციაზე და საუბრობდა ძალიან ხმამაღლა ვლადიმერ პუტინზე. რა შემდეგ პუტინმა მოახდინა უკრაინის ოკუპირება, გაანადგურა ქვეყნის უდიდესი ნაწილი და ჩვენ ვიცით, რომ კეთილდღეობისა და მშვიდობის გზა გადის დიპლომატიაში ჩართულობაზე. ჩვენ ვყვევთ ცადე ჯო ბაიდენის გზა, რომელიც თავისი კატუნებდა თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვები უფრო ღირებული იყო ვიდრე პრეზიდენტის ქმედება, რაც აქცევს ამერიკას კარგ ქვეყნად არის ამერიკის ჩართულობა დიპლომატიაში და სწორედ ამას აკეთებს ტრამპი. შეიძლება შეკითხვა დაგისვათ. პუტინმა მოახდინა ჩვენი მიწების უზარმაზარი მიწების ოკუპირება. ყირიმი მაგალითად, რომლის ოკუპირებაც მოახდინა 2014 წელს. Davali წლის განმავლობაში და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბაიდენზე, არამედ ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტი იყო ჯერ ობამა, შემდეგ იყო ტრამპი, შემდეგ იყო ბაიდენი, ახლა ისევ ტრამპია და იმედი მაქვს რომ ტრამპი შეაჩერებს მას, მაგრამ 2014 წელს იგი ვერავინ შეაჩერა. უბრალოდ მოახდინა ოკუპირება. დახოცა ადამიანები. ეს იყო 2015 წელს, 2014 წელს. მე 2014-ში მე არ ვიყავი აქ. იტყვი გასაგებია, მაგრამ 2014 წლიდან 2022 წლამდე სიტუაცია არ შეცვლილა ფაქტობრივად. ადამიანები იხოცებოდნენ. არავის შეუჩერებია ეს ადამიანი. თქვენ იცით რომ ჩვენ გქონდა მასთან საუბარი, ძალიან ბევრი საუბარი გქონდა, ორმხრივი საუბრები და ჩვენ მასთან მე პირადად უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოვაწერე შეთანხმებას 2019 წელს. ხელი მოვაწერე მასთან, მაკრონთან და მერკელთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. ყველა მათგანი მეუბნებოდა რომ ის არასოდეს დაარღვევდა ამ ხელშეკრულებას. ჩვენ ხელი მოვაწერეთ მასთან გაზის შეთანხმებას, მაგრამ ამის შემდეგ მან დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მან დახოცა ჩვენი ხალხი და მან არ გაცვალა პატიმრები. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების გაცვლის შეთანხმებასაც მოვაწერეთ ხელი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. რა დიპლომატიაზე მესაუბრებთ? რას გულისხმობთ? მე ვსაუბრობ იმ დიპლომატიაზე, რომელიც დაასრულებს თქვენი ქვეყნის განადგურებას. ამიტომ პრეზიდენტო, პატივისცემით გეუბნებით, ჩემი აზრით ეს არის პატივცემლობის გამოხატვა, მოდიხართ ოვალურ ოფისში მედიის წინაშე და ასეთი ტონით საუბრობთ. ამჟამად თქვენ მე ვიცი რომ აიძულებთ ადამიანებს რომ გაიწვიოთ სამხედრო ძალებში. თქვენ უნდა ეუბნებოდეთ მადლობას ტრამპს რომ ცდილობს ბოლო მოუღოს ამ კონფლიქტს. კი ბატონო, მაგრამ თქვენგან არ არის საჭირო იმის თქმა რა პრობლემები გვაქვს ჩვენ, ამაზე აპელირება არ არის საჭირო. მაგრამ მე ვადევნებ თვალს ახალ ამბებს და ვიცი რაც ხდება მაშინ როდესაც ადამიანებს ძალით იწვევთ ჯარში. უარყოფთ რომ გაქვთ რეალურად ადამიანების ჯარში გაწევასთან დაკავშირებული პრობლემა. ყველას აქვს პრობლემა ომში. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსვლა ოვალურ ოფისში და შემდგომ თავდასხმა პრეზიდენტზე, რომელიც ცდილობს თქვენი ქვეყნის განადგურების დასრულებას, არ არის კარგი ტონი. პირველ რიგში, ომის დროს ყველას აქვს პრობლემები, თქვენც კი, მაგრამ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ოკეანე და ამას ახლა ვერ გრძნობთ, მაგრამ მომავალში აუცილებლად იგრძნობთ. თქვენ არ იცით, რას ვიძნებთ.
იმედი მაქვს რომ თქვენ არჩევნებით არ გითხრათ რას ვიბრძვით მომავალში ჩვენ ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას ახლა არ გეუბნებით არაფერს უბრალოდ აღწერა შეიძლება მოხდეს თქვენ არ იმყოფებით ახლა იმ პოზიციაში რომ ვიკარნახოთ ჩვენ რას ვიბრძვით მომავალში ჩვენ ვიბრძვით ძალიან კარგად თავს და თქვენ იგრძნობთ ამ ყველაფრის გავლენას აუცილებლად გასაგებია თქვენ არ იმყოფებით ახლა კარგ პოზიციაში არ ვართ კარგ პოზიციაში ომის დაწყებიდან მოყოლებული თქვენ არ გაქვთ შესაბამისი კოზირები ახლა მე არ თამაშობ არანაირ ბანკოს რომ კოზირები მქონდეს გასაგებია მაგრამ თქვენ ფსონად ჩამოდიხართ მილიონობით ადამიანის ცხოვრებას მესამე მსოფლიო ომის წამოწყების რისკს და რასაც თქვენ აკეთებთ არის პატივცემლო ამ კონკრეტული ქვეყნის მიმართ ამერიკის მიმართ მე არ მინდა თქვენი ქვეყნის მიმართ პატივცემლობის გამოხატვა გითქვამთ ოდესმე მადლობა მთელი ამ შეხვედრის განმავლობაში გითხარით და ახლაც გეუბნებით თქვენ პენსილვანიაში ჩაერთეთ ოპოზიციის კამპანიაში და წახვედით იმ პრეზიდენტის წინააღმდეგ რომელიც ცდილობს ახლა თქვენი ქვეყნის გადარჩენას If you will speak very loudly about the war, ძალიან ხმამაღლა ისაუბრებთ ომზე ის არ საუბრობს ხმამაღლა თქვენი ქვეყანა არის ძალიან ძიმე პრობლემების წინაშე I know. ვიცი თქვენ ვერ მოიგებთ ამას მაგრამ ჩვენ ვრჩებით ბატონო პრეზიდენტო ჩვენ ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში და ვიბრძვითძლიერად ომის დაწყებიდან მოყოლებული ჩვენ ვიყავით მარტო და ნამდვილად ვართ მადლიერები თქვენი მხარდაჭერისთვის რაც გამოგვიცემთ ჩვენმა სულელმა პრეზიდენტმა თქვენ გადმოგცათ 350 მილიარდი დოლარი მოგეცით ასევე სამხედრო აღჭურვილობა მოგეცით ამ სამხედრო აღჭურვილობის გარეშე ომი იქნებოდა დასრულებული ორ კვირაში ან ორ დღეში დიახ ეს გამიგია ეს ნარატივი გამიგია პუტინისგან ის ამბობდა რომ დასრულდებოდა ორ დღეში ან ორ კვირაში ძალიან რთული იქნება შეთანხმების მიღწევა ასე თქვენგან არ მომისმენია მადლობა მე ძალიან ბევრჯერ ვთქვი მადლობა მოდი გვერდზე გადავდოთ ჩვენი უთანხმოებები და შევამსუბუქოთ ეს უთანხმოება იმის ნაცვლად რომ ამერიკული მედიის წინაშე ასეთი ტონით ისაუბროთ როდესაც სტარ პოზიციას იცავთ ჩვენ ვიცით რომ თქვენ სტარ პოზიციას იცავთ ჩემს აი ეს შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ამიტომ ვართ კამერების წინაშე თქვენ უნდა იყოთ მადლიერები თქვენ არ გაქვთ შესაბამისი კოზირები მე ვარ ნამდვილად მადლიერი მე გეუბნებით რომ ვარ მადლიერი თქვენ გიმთავრდებათ სამხედრო ძალებით აღარ ყავთ საკმარისი ჯარისკაცები და მეუბნებით რომ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა თუ ახლა მოვაწერთ ხელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს რაც დაასრულებს მე არ მithქვამს არასოდეს რომ არ მინდა ომის დასრულება კი ბატონო მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე გადის ომის ბედი მაგრამ მოდი კითხეთ ჩვენ ხალხს რას ფიქრობენ ისინი ამ ომზე ჩვენ ხელმძღვანელობდით ბაიდენის პრინციპებით წინა წლებში რომელიც არც ისე ტყვიანი ადამიანი იყო ობამას თქვენთვის არ გადმოუცია არაფერი ჩვენ პირადად მე გადმოგეცით ჯაველინები რომელთაც თქვენ გაანადგურეთ რუსეთის ტანკები ობამამ საერთოდ არაფერი არ მოგცათ და ასეთი ფრაზაც კი არსებობს რომ ობამას არაფერი არ მოუცია თქვენთვის ტრამპმა გადმოგცათ ჯაველინები ამიტომ უფრო მადლიერი უნდა იყოთ იმიტომ რომ თქვენ ამჟამად არ გაგაჩინეთ შესაბამისი კოზირები ჩვენთან ერთად თქვენ ნამდვილად გაქვთ კოზირები მაგრამ ჩვენ გარეშე არ გაქვთ არანაირი კოზირი because the attitudes have to change. იმიტომ რომ ასეთი პოზიცია უნდა შერბილდეს და შეიცვალოს. და მოხდება თუ კი რუსეთი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. What are you saying? ვერ გავიგე. ის სამს კითხვას რა მოხდება თუ კი რუსეთი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. რა მოხდება თუ კი ბომბი დაგვეცემა ამ წამს თავში? არ ვიცი. არავინ არ იცის პასუხი ამაზე. არ ვიცი ის რას აკეთებდა ბაიდენთან, იმიტომ რომ ის პატივს არ სცემდა ბაიდენს, არ სცემდა პატივს ობამას, მაგრამ ის პატივს სცემს მე. მინდა გითხრათ რომ პუტინმა ძალიან ასე ვთქვათ რთული გზა გაიარა ჩვენთან ერთად, როდესაც რუსეთი იყო გამოყენებული როგორც საფრთხობელო. That was a phony Hunter Biden. Bidenმა იგი გამოიყენა თავისი თაღლითური სქემის ნაწილად. It was a Democrat scam. ეს იყო დემოკრატიული პარტიის თაღლითური ოპერაცია და სწორედ ამ გზას გადიოდა წინა პარტია. He had nothing to do with it. It came out of რეალურად არ Hunter იყო Biden's არანაირად დამნაშავე იმ პროცესებში, რაც ამერიკაში მიმდინარეობდა მაშინ, მაგრამ მაინც რუსეთს ადანაშაულებდნენ და ეს იყო ძალიან the laptop from hell was made by Russia. და
the 51 ბაიდენმა agents. განაცხადა, The რომ whole thing was 58 a scam. აგენტის And he had რუსი to put up აგენტის with that. He ბრალი was being ყველაფერი და accused of all that stuff. პუტინი დადანაშაულებული All იყო I ამ can say ყველაფერში. is this. მაგრამ He might have ახლა broken შემიძლია deals with გითხრათ, რომ Obama მან შეიძლება and Bush, დაარღვია and he შეთანხმება might have broken ობამასთან, them with ბუშთან, Biden. შეიძლება He did, დაარღვია maybe. შეთანხმება Maybe he did. I don't know ბაიდენთან, what არ happened. ვიცი, შეიძლება But he არც didn't დაუკვირდი, break არ it with ვიცი me. რა მოხდა, He wants to მაგრამ make a deal. I don't know if he ჩემთან can make ვერ a deal. დაარღვევ შეთანხმებას. The problem is პრობლემა I've empowered you to მდგომარეობს be a tough იმაში, guy. რომ მე მოგეცით ჩვენ მოგეცით იმ საშუალება, რომ იყო ძლიერები და არ ვფიქრობ, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოს ძლიერები ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, თქვენი ხალხი არიან ძალიან მამაცები, მაგრამ ჩვენ გარეშე თქვენ იქნები ძალიან სუსტ პოზიციაში და ნამდვილად არ იქნება კარგი სურათი თქვენს წინაშე. მაგრამ ამჟამად თქვენ არ გაქვთ შესაბამისი პოზიცია. მას შემდეგ რაც ხელს მოვაწერთ ამ ხელშეკრულებას და შეთანხმებას, თქვენ იქნები ძალიან კარგ პოზიციაში, მაგრამ უნდა იყოთ მადლიერი და ამჟამად არ გამოხატავთ მადლიერებას, რაც ჩემი აზრით არ არის მაინც და მაინც კარგი. მეგონი საკმარისი მოვისმინეთ. This is going to be great television, I will say that. კარგი ტელეშოუ დავდგით ასე ვთქვათ. We'll see what we can do about putting it together. Thank you. We'll see. I don't know. All right, guys, come on. Please, let me put some hey, come on, please. Guys, come on, let's move, please. Thank you. Maybe you should Yeah. Yes, sir. We'll, And then we're gonna. would you bring them to the Roosevelt room right here? I've stopped wars. I've stopped many wars. My people will tell you, I stopped wars that nobody ever heard about. I stopped wars before they ever started. You can look at some of, I could give you a lot of nations that would tell you right now they were probably going. მაშასე თქვენ ახლა იხილეთ და მოусმინეთ იმას, რაც არასდროს არავის არ უნახავს ოვალურ კაბინეტში. ეს იყო კამათი ვლადიმერ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯედი ვენს შორის. რასაც შესაძლოა პრინციპში უწოდოთ ჩხუბიც და მწვავე დებატები, უკრაინას არ ყოფნის კარტები, რაზეც ამ ფრაზაზე დონალდ ტრამპის ამ ფრაზაზე ზელენსკი უპასუხა, რომ ის ბანკოს ათამაშოთ არ ჩამოსულა ვაშინგტონში. ამის შემდეგ უკვე იყო კიდევ ერთი რეპლიკა ჯედი ვენსის მხრიდან, თქვენ არასდროს გითქვამთ მადლობა, უპატივცემლოდ იქცევით, რასაც მოყვა ფაქტიურად შეიძლება ითქვას ნახევარ საათიანი კამათი უკრაინის ლიდერს დონალდ ტრამპსა და ჯედი ვენს შორის. ეს იყო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩანაწერი ოვალური კაბინეტიდან, სადაც პრეზიდენტებმა 40 წუთიანი შეხვედრის შემდეგ ისინი პასუხობდნენ მედიის კითხვებს, ასევე იყო სხვა არაერთი განცხადება, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ დონალდ ტრამპმა უთხრა ვლადიმერ ზელენსკის პირდაპირ, რომ ის ცდილობს ამ ომის გაჩერებას იმისთვის, რათა არ დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი. მან ასევე ზელენსკის უთხრა ისიც, რომ მას სურს ეხლა, რომ დონალდ ტრამპმა გალანძღოს პუტინი და ამის შემდეგ უკვე ჩავიდეს პუტინთან და უთხრას ვლადიმერ გამარჯობა. სწორედ ეს სიტყვები უთხრა ამერიკის 47 პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერს. დაგეგმილი არის პრინციპში პრესკონფერენცია, თუმცა დაზუსტებული არ არის გამოვა თუ არა ამ პრესკონფერენციაზე ორივე ქვეყნის ლიდერი. წინასწარ არსებული ინფორმაციით შესაძლოა ამერიკული მედიისთვის განცხადება მხოლოდ ვლადიმერ ზელენსკიმ გააკეთოს. ასეთი იყო კურიერის გამოშვება, რომელსაც უძღვებოდით მე და ნათია ლაზაშვილი. ჩვენ ამით ორ შაბათამდე გემშვიდობებით გისურვებთ მშვიდობიან საღამოს ნახვამდის.